ბოლოს და ბოლოს, რომელი საწვავი ჩავასხათ ჩვენს ავტომობილში, რომ ძრავამ გამართულად იმუშაოს. ყველამ ვიცით მარკეტინგული ტერმინები, როგორიც არის ევრორეგულარი, ეკოპრემიუმი ან სუპერი. მაგრამ რაში არის რეალური სხვაობა? ქაღალდზე ეს არის ოქტანური რიცხვი, გოგირდის და ტყვიის შემცველობა და დანამატები. ჩვენ გვაინტერესებს ოქტანური რიცხვი. მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად მდგრადია ბენზინი თვითნებური დეტონაციური ალების მიმართ შეკუმშვისას. ძალის გამოთავისუფლება, გამოფრქვევა, შეფრქვევა, ანუ შეშვება და შეკუმშვა. ასე გამოიყურება შიგაწვის ძრავის ნორმალური სამუშაო ციკლი შესაბამისი მაღალი ოქტანობის ბენზინით. და რა ხდება, როდესაც ჩვენ ვასხავთ უხარისხო არაშესაბამის და დაბალ ოქტანობის ბენზინს? დეტონაცია, ანუ საწვავის დროზე ადრე დაუგეგმავი აალება, რომელიც მთელ ციკლს არღვევს. დეტონაციის აფეთქების ტალღები ეშეხება ძირითადი აფეთქების ტალღებს და შედეგად ვიღებთ გუშისთვის დამანგრევალ დარტყმებს. ჩვენ კი ეს პროცესი მანქანაში ასეთი ხმით გვესმის და შეცდომით ამ ხმას კლაპნების ხმას ვეძახით. და ეს პროცესივე იწვევს სიმძლავრის დავარდნას. კითხვაზე რომელი საწვავი ჩავასხათ, რაც შეიძლება მაღალი ოქტანობის, რომელსაც გაწუდება თქვენი ჯიბე და მინიმუმ რას რეკომენდაციაში უწერია თქვენს ავტომობილს. და ბოლო კეთილი რჩევა, მოусმინეთ თქვენს ავტომობილს. მეტი სასარგებლო ვიდეოებისთვის დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.